დღეს ჩვენი ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა უძრავი ქონების ბაზრის ლიდერი პროექტი 2 მილენიუმი, რომელზეც მოთხოვნა დღემდე არ წყდება. ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურის მქონე პროექტი აქტუალურია როგორც ადგილობრივი, ისევე საერთაშორისო მყიდველებისთვის. რის გამოც უკვე რამდენიმე კვირა ორბიჯ გრუპის ოფისებთან რიგები არ წყდება. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უმკლავდება კომპანია ამ მზარდ ინტერესს და რაც მთავარია, როგორ ახერხებს პოტენციურ მყიდველებთან დისტანციურ ურთიერთობას. იქნება ეს ემიგრანტი თუ ის, ვისაც ოფისში მისვლა უჭერს. როგორ არის შესაძლებელი აპარტამენტის ონლაინ შერჩევა, დარეზერვება და იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობთ. სტუდიაში ვიწვევთ ორბიჯ გრუპის გენერალურ დირექტორს ირაკლი ბრღელიძეს. მოგბრძანდით, პატივცემული. როგორ გიგეთხოთ? არამიშოს, თქვენ როგორ ხართ? რა შედარება. პირველი შეკითხვა დავსვათ, როგორ მიდის საქმე? როგორ უმკლავდებით? ვიცით, რომ ძალიან ბევრი ხალხია, ვიცით. მოგვიყევით ამაზე წვრილად. მოგესალმებით. უკვე დღეს მეორჯერ ხვდებით ერთმანეთს. სრულიად მნიშვნელობით გამკლავების პროცესში ვართ. გამკლავების პროცესი მომწონს ეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თუ ადრე გქონდა გვაქვს და დღესაც გვაქვს რეალური რიგები ოფისში, ეხლა უკვე ონლაინ რიგები დაგვემატა. იმიტომ რომ საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან, ჩვენი ემიგრანტებისგან. აი, გარი მნიშვნელოვანი, რომ თანამემამულეები არიან ამ საქართველოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეგ ნიშნავს სამშობლოში დაბრუნების აუცილებელ გზას. კარგად მოგვეხსენება ალბათ, რომ თითოეული ადამიანის წასვლა ქვეყნიდან ემსახურება სწორედ იმას, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს და ჩვენი ნატრა ყველას. შეიქმნას ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც ღირსეული ცხოვრებისთვის არის საჭირო და თავისთავად ცხადია ყველას მიზანი სწორედ ეს არის და მაქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ბოლო პერიოდში უკვე ისეთი ტენდენცია არის ჩვენი თანამემამულეები ესპანეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ასე შემდეგ. აშშუდანაც იქნებიან და კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დიასპორა არის ჩვენი თანამემამულეების და თავისთავად ცხადია საკმაოდ დიდი მოთხოვნა, ამიტომ ესეთ შემთხვევით არ არის წინა ეთერშიც აღნიშნე, რომ მართლაც ძალიან კარგი, ფანტასტიკური და მნიშვნელოვანი პროექტთან გვაქვს საქმე 2 მილენიუმის სახით, რომელიც როგორც ლოკაციით, ასევე ინფრასტრუქტურით გამორჩეულ პროექტს წარმოადგენს და როგორც ყოველთვის აღნიშნავთ, ამ გამორჩეულ პროექტს აგვირგვინებს შოკ აქცია, შოკ ფასი, რომელიც მართლაც ხელმისაწვდომს ხდის ყველა დაინტერესებული პირებისთვის და რაც ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი ემიგრანტებისთვის საქართველოში და საქართველოს აი მოდით ეს თემა გავშალოთ. მე დავასრულებ გვაინტერესებს კომუნიკაცია და კონტაქტი. ეს პროექტი გამოვიდა არა მარტო რაღაც ისეთი გამორჩეული, არამედ რაღაც ესე თამამად ვიტყვი, რაღაც ეროვნული შტრიხებიც აქვს, როცა ემიგრანტებს აძლევთ რაღაც გამორჩეულ შანსებს. აი ამაზე რო თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პრაქტიკულად $12750 მართლა არის ხელმისაწვდომობის უმაღლესი ხარისხი, შეიძლება ასე ითქვას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ამ ფასად სარდაფის ყიდვაც კი შეუძლებელი არის მიკარგულ ადგილზე, ეს ბათუმში იქნება თუ თუნდაც ნებისმიერ ქალაქში ჩვენი ქვეყნის და თავისთავად ცხადია მახარებს ის, რომ შეინიშნება ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი თანამემამულეების სიმრავლე ამ პროექტში და აქედან გამომდინარე ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ნამდვილად უკვე ატარებს ეროვნულ შტრიხებსაც, იმიტომ რომ აი თითქმის უმრავლესობა ჩვენი თანამოქალაქეების არის და ბოლო პერიოდში წეგან აღნიშნე, რომ ემიგრანტების უკვე ძალიან დიდი აქტიურობაა და ესეც ბუნებრივი არის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ხშირად მეკითხებიან, ვინ ყიდულობს, რატომ ყიდულობს, რისთვის ყიდულობს, ხო? ხშირად ვიმეორებ და ეხლაც მინდა გავიმეორო იმ ადამიანებისთვისაც, რომელიც დაინტერესებული არიან და დღემდე გამოთქვამენ სურვილს ამ პროექტში, რომ ვისაც სურვილი აქვს და საშუალება აქვს, ყიდულობენ 2-3-ს, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ასე ითქვას, რომ თითქმის გარანტირებულად უკვე ყიდვის პროცესში არიან მოგებულები, იმიტომ რომ ისე გადაყიდვა და ამით შემოსავლის მიღება შეუძლიათ. აი ეს უშუალოდ როგორ ხდება ეს აი კონსულტაცია, აი ვიღაცამ გამარჯობა, ვარ ათენში და მჭირდება რაღაც, აი ეს რო გითხრათ კონსულტაციის. სწორედ დღევანდელი გადაცემა გვინდა რომ აი ეს უფრო გავშალოთ და ფარდო უფრო ცნობ. ესე იგი, ეს არის ონლაინ რეჟიმში, ონლაინ რეჟიმის
შესაძლებლობა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივ ჩვენ საკონტაქტო ინფორმაციაზე ეს იქნება ათენში, იქნება ბარსელონაში, არ ვიცი, იქნება რომში და სხვა. სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უკვე თავს ონლაინ ვიზიტს, ანუ აფიქსირებს მისთვის სასურველ დროს, რომლის ასურველს მისთვის სასურველ საკომუნიკაციო ესე ვთქვათ საშუალებას, იქნება ეს Zoom call-ი, იქნება ეს ესე ვთქვათ WhatsApp-ის ზარი, ანუ მისთვის ხელმისაწვდომი ესე ვთქვათ ფორმით, რომლის შემდეგაც დათქმულ დროზე მენეჯერი უკვე ონლაინ ვიდეო ზარით უკავშირდება და აცნობს აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას. ამის შემდგომ კარგია მომეწონა, მინდა რომ შევიძინო, ან მაჩვენე, თუნდაც ვიზუალური მასალა საკმაოდ ბევრი გვაქვს და ონლაინათაც შესაძლებელია ესე ვთქვათ ამისი გაზიარება. გადავწყვიტე, კარგია, მშვენიერია, ეხლა როგორ ვაფორმებთ, ხო? გაფორმებაც თავისთავად ცხადია ონლაინაც იქნება შესაძლებელი და არის შესაძლებელი და უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ისარგებლა უკვე ამ სერვისით. ეს არის ანუ ნოტარიალურად დადასტურებული უნდა იყოს. აი ასეთი, როდესაც ესე ვთქვათ მშენებარე პროექტებში ვყიდულობთ ესე ვთქვათ აპარტამენტს არ არის აუცილებელი სანოტარო წესით მისი დამოწმება და შესაბამისად შესაძლებელია ოფისში ხელშეკრულების გაფორმებითაც და ჩვენ შემთხვევაში უკვე ონლაინ ფორმით ხელშეკრულების გაფორმებაც იგივე იურიდიული ძალისხმევია, რაც ოფისში გაფორმებული ხელშეკრულება, არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას და დღევანდელი პრაქტიკა ასეთია. იმიტომ რომ ონლაინ არის და ეს უკვე აღარ ჭირდება. ხო, არც ოფისში ყოფნის დროს არ ჭირდება, უბრალოდ ონლაინ ცვლით ხელმოწერებს, არსებობს ასევე სპეციალური პროგრამები, რომელიც ელექტრონულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და თავისთავად ცხადია, ეს თითქმის 15-20 წუთიანი პროცედურა, მას შემდეგ რაც პირობებს გაიცნება მომხმარებელი, ამიტომ როგორც გადაწყვეტილებას ღებულობს, იმ წუთასვე შეუძლია გადავიდეს იურიდიულ თუმცა აქვს სრული იურიდიული ძალა, ხო? აბსოლუტურად სრული იურიდიული ძალა აქვს, მოქმედი კანონმდებლობით იგივე იურიდიული ძალის მქონია, როგორც ოფისში გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც აფორმებს ჩვენი ესე ვთქვათ თანამოქალაქეები უკვე ადგილს. ანუ ფიზიკურად ყოფნასა და იმას შორის არანაირი განსხვავება არ არის იურიდიული თვალსაზრისით. ვასიკო, ეხლა არ მინდა რომ ნაკლები დრო დაგვრჩეს, აი თვითონ უშუალოდ ამ ინფრასტრუქტურაზე ვისაუბროთ და აი რა ავუხსნათ ეხლა მაყურებელს რაღაც მარგალიტივით არის. და ეს სარწერები შემთხვევით არის იქა? არ იქნება იქ შემთხვევით და ეგეც აი იქ ქვემოთ. არა, მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ ესე ვთქვათ ინფრასტრუქტურაზე, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია უძრავ ქონებას, რომ ცალკე აღებულ აპარტამენტს არანაირი ფასი არ აქვს, თუ ის რაღაცაში რაღაც ესე ვთქვათ მთლიანი კომპლექსის შემადგენელი ნაწილი. ერთი და რა თქმა უნდა მთლიანი ქალაქის შემადგენელი ნაწილი. მინდა ხაზი გაუსვა, სხვათა შორის უცხოელი სტუმრები მყავდა გულშინ წინ და ეს არის გამორჩეული ქალაქია უკვე არა მხოლოდ ჩვენს რეალობაში, არამედ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ქალაქი ესეთი ლამაზი, ესეთი მოხიბლელი, ესეთი თბილი, როგორც ბათუმია, უკვე ინფრასტრუქტურულად განვითარებული, სერვისებით განვითარებული, რომელსაც რა თქმა უნდა, ბევრი ჭირდება კიდევ იმისთვის, რომ კიდევ წინ წავიდეთ, თავისთავად ცხადია, აპარტამენტს ჭირდება შესაბამისი გარემო. რა არის ეს შესაბამისი გარემო? და თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ. აბსოლუტურად, სწორად ვზანდებით, ალბათ პროექტიდანაც კარგად ჩანს, კადრებიდანაც კარგად იკვეთება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროექტში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის როგორც ხარის, ასევე მასშტაბს და ასევე იმ ოპერატორებსაც, რომლებიც უნდა უზრუნველყონ ინფრასტრუქტურაში არსებული კონკრეტული მიმართულების, იქნება რესტორნები, კაფეები, სპორტული მიმართულებები, ბავშვთა და საოჯახო დასვენების თუ გართობის ცენტრები, ყველა სივრცე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ბრენდული მაღაზიები და ხაზი მინდა გაუსვა, რომ ამ პროექტში ასევე იქნება 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმროები. კიდევ ვერ ვამბობთ? რომელიც არა, მე ავუნიშნე წინა ეთერში, რომ დაახლოებით თვენახევრიდან 2 თვემდე მჭირდება. ეს არის საკმაოდ ყველასთვის ცნობილი საერთაშორისო ბრენდი, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ კომპლექსში არა მხოლოდ ესე ვთქვათ, ამ სერვისთან დაკავშირებით იქნება საერთაშორისო ოპერატორები, არამედ თითოეულ მიმართულებაში იქნება რესტორნები, იქნება კაფეები, სხვა გასართობ მიმართულებები, აქაც უკვე იქნება ბრენდული საერთაშორისო ოპერატორები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხარისხის ინტერესი მყავს, რაღაცა მაინც გითხარით, კაცო, მაინტერესებს ვინ არიან, ვინ მითხარით, სახელები გითხარით. მე შემიძლია გითხრათ ქვეყნები, რომლიდანაც არიან წარმომადგენლები, არიან საფრანგეთიდან, იტალიიდან, ავტორიტეტულები ბუნებრივია, საერთაშორისო თორსა ვიძახი უკვე გასაც კარგავს იმართლე გითხრა, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი ქსელი აქვს თითოეულ მათგანს და გამოცდილებით და ავტორიტეტული კომპანიები არიან. მოკლედ, დიდი სიურპრიზი
მიზეზები არის ჩვენს გიკვირთ ხო ხანდახან ხშირად არის რომ ეს ფასი ასეთ პირობებში ეს ფასი რაიმე ხო არ უჭირს კომპანიას და ნამდვილად პირდაპირ გეუბნებით რომ ეს არის გარკვეული რაოდენობა ამ კომპლექსის საკმაოდ თქვენ მაშინ ძალიან კარგად ახსენეთ რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული შანსი რომელიც და თქვენ წარმოიდგინეთ რომ უკვე ბოლო შანსიც არის იმიტომ რომ ესეთი ლოკაცია ბათუმში უკვე აღარ დარჩა ზღვის პირველი ზოლი მით უმეტეს ახალ ბულვარში მით უმეტეს ესეთი ინფრასტრუქტურით მით უმეტეს ასეთი საერთაშორისო ბრენდებით დატვირთული მით უმეტეს ასეთი საერთაშორისო ოპერატორები მით უმეტეს ესეთი საერთაშორისო არქიტექტურის მქონე და მით უმეტეს ესეთი ფანტასტიკური ერთობლიობით და ლოკაციით ეს არის მართლაც ბოლო შანსია. ხშირად ვიღაცა შეიძლება ფიქროს ბოლო აი მართლა ფიზიკურად რომ გვინდოდეს და ინაეთერებში ვთქვით მილიარდი წელი რო იარსებებს ბათუმი ყველამ კარგად ვიცით ამ ხნის განმავლობაშიც შეუძლებელი იქნება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება მსგავსი წინადადების გაკეთება და მინდა რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ამიტომ დავდივარ ყველა კვირას ტელევიზიით და ვამცნობთ რომ რაიმე პროექტს კი არ უჭირს უბრალოდ მეტი ინფორმაცია მინდა მივაწოდოთ და მეტი ადამიანისთვის გავხადოთ შესაძლებელი ამ ფანტასტიკურ ხანდახან გადამეტებული ხო არ გამოდის მეთქი ვიძახი ამ ფანტასტიკურ უმშვენიერეს რეალურად ეს პროექტია რომელიც თქვენ დამეთანხმებით ალბათ ამ თემაში და ყველა მყიდველი აი ნახეთ როგორ არის ვისთვის ყიდულობ ვიყიდე ვმუშაობ თქვა საბერძნეთში ვმუშაობ იტალიაში ვმუშაობ დღეები და ღამეები უნდა ვათენო რისთვის იმისთვის რომ რაღაცა კაპიტალი შევქმნა და ეს კაპიტალი ახლა ყოველდღიურობაში ხო არ არის სადღაც ყველაზე კარგ შემთხვევაში გამოიხატება რაღაც ნივთის შეძენაში ხო რა თქმა უნდა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მით უმეტეს როდესაც ეს უძრავი ნივთია და მით უმეტეს ასეთ ლოკაციაზე მე ყველა ემიგრანტს ვინც და ყველა იმ ადამიანს ჩვენ თანამშრომლებს ვინც დღემდე შეიძინა და შეიძენს მადლობას გადავუხდი და დიდი მადლობა თქვენს მოგზაურობისთვის და ამ შესაძლებლობისთვის რომელსაც ვაძლევთ ჩვენს ემიგრანტებს. ლევანდები ჩვენი გადაცემა გენერალური დირექტორი იგორი კვერღელიძე იყო ჩვენი სტუმარი და გადაცემა სამით დასრულდა. მადლობა. გძელობას გისურვებთ.